სეზონური ვირუსები, იმუნიტეტი, რას მივაქციოთ ყურადღება, რომელი ვირუსები ცირკულირებს ამ სეზონზე. თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთდა და პედიატრი, ნუტრიციოლოგი ქალბატონი ნინო თუთაძე. დილამშვიდობის ქალბატონი. მადლობა მოგახსენებთ მოგწელებისთვის. მადლობა მოწვევისთვის და ბედნიერ 2026 წელს გისურვებთ წარმატებებს. ასევე ყველა დღესასწაულს გილოცავთ. თქვენც გილოცავთ ყველა დღესასწაულს და ახალ წელს წარმატებებს გისურვებთ. მადლობა. ქალბატონი ნინო, თავდაპირველად დავიწყოთ საუბარი იმით, თუ რა ვირუსები ცირკულირებს ახლა ამ პერიოდში და შემდგომ უკვე ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ უნდა დავიცვათ თავი, გავაძლიეროთ იმუნიტეტი და ასე შემდეგ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ბუნებრივია, ეხლა ჩვენ ზამთრის განსაკუთრებულ შვალიდურ პერიოდში ვიმყოფებით და ბუნებრივია ისეთი ქვეყნებისთვის, როგორც საქართველო, რა თქმა უნდა, სარტყლის მიხედვით, სწორედ ზამთრის პერიოდი, ეს არის გვიანი შემოდგომა ზამთრის პერიოდი, სწორედ რესპირატორული ვირუსების ისეთი გავრცელების პერიოდია და ბუნებრივია, რა თქმა უნდა, ეს არის საერთო გზით გადამდები ვირუსები და მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რომელიც განსაკუთრებულად მაინც უფრო ამ პერიოდისთვის არის დამახასიათებელი, ეს არის ალბათ გრიპი. ეს შეიძლება ეხლა დღევანდ ჩვენთან რაც შეიძლება აღინიშნებოდეს და რაც სტატისტიკურად გვაქვს, ეს არის H3N2 ეგრეთ წოდებული გრიპის ვირუსები, რომელსაც აი ჰონკონგის ვირუსსაც ეძახიან, ეგრეთ წოდებული ღორის გრიპი, რომელსაც H3N1-ის სახელწოდებით არის ცნობილი და ბუნებრივია, რა თქმა უნდა, მათი ცირკულირებაც მნიშვნელოვანია. არის რა თქმა უნდა კიდევ COVID ვირუსები და ასე შემდგომ. მაგრამ რატო გავამახვილეთ ესეთ ყურადღებათ, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, გრიპის რესპირატორული ვირუსული ინფექცია, რომელიც ასევე ჰაერწვეთოვანი გზით გადაეცემა, რა თქმა უნდა, განსხვავება აქვს მას სხვა ვირუსულ ინფექციებთან შედარებით თავისი მიმდინარეობის კუთხით, მაგრამ ეს მიმდინარეობა განსაკუთრებით გამოიხატება იმით, რომ არის ბევრად უფრო რთულად, შედარებით რთულად გამომდინარე და მიმდინარე პერიოდებისთვის დამახასიათებელი. რა თქმა უნდა, პრაქტიკულად მათი მიმდინარეობა მნიშვნელოვანია, რომ უფრო მეტად იწყება მაღალი ტემპერატურით, უფრო ცხელების სახით, იწყება პრაქტიკულად აი შეტევითი კლინიკური ნიშნების გამოხატულების კუთხით და ამით განსხვავდება ეგრეთ წოდებული, რასაც ვეძახით, გაციებას თუ სხვა ვირუსებით მიმდინარე დაავადებებს, რომლებიც შეიძლება იყოს წინაპირობა, თქვა ცხვირიდან გამონადენი და ასე შემდგომ. ამიტომ გრიპის მიმდინარეობა შესაბამისად ამ სეზონისთვის, რომელიცაც დამახასიათებელია სასუნთქის სისტემის დაზიანება, შეიძლება იყოს რა თქმა უნდა ცხვირი, ყელი და რა თქმა უნდა გართულებების შემთხვევით ფილტვები, ბუნებრივია, მისი დამახასიათებლობა ამ შემთხვევაში უფრო მეტად კლინიკურად გამოხატული არის. გადამდები, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში განსაკუთრებულად გავრცელების კუთხით ყველაზე მნიშვნელოვანია კლინიკური ნიშნებამდე შეიძლება იყოს 1 დღეც და განსაკუთრებით კლინიკური ნიშნის გამოვლენიდან 3-4 დღის განმავლობაში და მას ახასიათებს მაინც ის კლინიკური ნიშნებს ჩამოვთვლი, რომ ეს არის საერთო სისუსტე, კუნთების ტკივილი, თავის ტკივილი, მაღალი ტემპერატურა, როგორც აღნიშნეთ და მნიშვნელოვანია, რომ შეიძლება ბავშვებში იყოს როგორც ხებინება, ასევე დიარეაც წარმოდგენილი. მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებულად მშობლების ყურადღება ამ შემთხვევაში გადატანილი იყოს ისეთ ნიშნებზე, როგორც არის თქვა გაძლებული სუნთქა, ან პირიქით მომატებული, რა თქმა უნდა, რიტმი. მნიშვნელოვანია, რომ ტემპერატურა როდესაც არ ექვემდებარება, თქვა ეგრეთ წოდებულ დამწევ საშუალებებს, რომლებიც თითქმის ყველა მშობლისთვის ცნობილი არის, ასე შემდგომ აცეტამოფენი და იბუპროფენი, ეს ორი სახელწოდების სახით წარმოდგენილი პრეპარატები და ამ შემთხვევაში მიმართვიანობა. ასევე საინტერესოა იმ კუთხით, რომ როდესაც ვთქვათ, მსგავსი კლინიკური ნიშნებია და განსაკუთრებულად ისეთ მოწყვლად ჯგუფებში, როგორიც არის ვთქვათ 5 წლამდე და კიდევ უფრო 2 წლამდე და 1 წლამდე ასაკის ბავშვები, მნიშვნელოვანია, რომ საყურადღებო ხდება, რომ ვთქვათ, მსგავსი სიმპტომებია დროულად მოხდეს მაინც კლინიკასთან ურთიერთობა და მიმართვიანობა, ანუ მათთვის სასურველ ექიმთან, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ჩვენ ვიცით და უკვე არაერთხელ ამ სტუდიიდანაც გვითქვამს, რომ ანტიბიოტიკები ეს არ არის ის სამკურნალო საშუალებები, რომელსაც მიმართავთ ვირუსული ინფექციების დროს, თუ კი არ მოხდა ბაქტერიული ფლორით, თქვათ ამ შემთხვევაში კიდევ უფრო დაავადების მიმდინარეობის გართულება, თქვათ იგივე პნევმონიის, ბრონქიტის და ასე შემდგომ ამ ფონით, მაგრამ შესაძლებელია, რომ საჭირო გახდეს ანტივირუსული მკურნალობის ჩატარება, რომელიც რეკომენდებულია, ამ სიმპტომების წარღვიდან, დაავადების კლინიკური ნიშნების გამოვლინდებიდან პირველი მხოლოდ 48 საათის
განმავლობაში. ამიტომ შესაბამისად ასეთ შემთხვევაში დროული მიმართვიანობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია, რომ მოხდეს მიმართვიანობის კუთხით. ამიტომ ძირითადად მაინც ზამთრის მედიცინა, ალბათ ესეც შეიძლება უწოდოთ განსაკუთრებულად უფრო პედიატრიულ პოპულაციაში, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და წამყვანი ამ პერიოდისთვის მაინც არის რესპირატორული დაავადებები. შესაძლებელი არის თუ არა, რომ მანამდე სანამ დადგება ზამთრის სეზონი, მანამდე გავაძლიეროთ იმუნიტეტი და რა ხერხებს უნდა მივმართოთ და რა გზებს? სოფო, ძალიან დიდი მადლობა ამ კითხვისთვის, იმიტომ რომ შესაძლოა ჩვენ საუბრობთ მით უმეტეს გრიპთან დაკავშირებით, ალბათ კიდე ერთხელ მნიშვნელოვანია ვთქვათ, რომ თუ კი ჩვენ საუბრობთ სწორედ პრევენციულ საკითხზე, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არის სწორედ ვაქცინაცია გრიპთან დაკავშირებით და მე მაინც კიდე ერთხელ ვიტყოდი, რომ სწორედ გრიპის ვაქცინები შედგენილია იმ კომპონენტურად, იმ მორეციდივე ვირუსებისგან, რომელიც თქვა ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებულად მსოფლიოში ინტენსივობით ხასიათდება, ხო ეს ერთი. და მნიშვნელოვანია რომ 6 თვის ასაკიდან ეს შესაძლებლობა აქვს ყველას. აქ რა თქმა უნდა მოწყვლადი ჯგუფებია, ბავშვებიც, ორსულებიც, მით უფრო 65 წელს გადაცილებული იმუნოდეფიციტის მქონე ადამიანები და ასე შემდგომ, განსაკუთრებით გულსიზრდვა დაავადებები და თქვა ასთმის დროს გამოწვეული პრობლემების დროს. მეორე მნიშვნელოვანი ალბათ რაც შეიძლება განსაკუთრებულად ბავშვებთან ჰქონდეს პრევენციული კუთხით, რომ მათ ვასწავლოთ სწორი. ხშირად ვიმეორებ და შეიძლება ეს გარკვეულწილად ერთი და იგივეს გამეორება გამოგვდიოდეს ხშირად, რასაც გულისხმობ, მაგრამ ხელის დაბანა ეს არის ყველაზე უმნიშვნელოვანესი, რაც შეიძლება იყოს პრევენციის უმნიშვნელოვანესი წყარო, ესე რომ ვთქვათ. იმის იქეთ ახლა ბუნებრივია, ხო? როდესაც ვთქვათ, კვებითი რაციონი, გარდა იმისა, რომ ვთქვათ, ტემპერატურა ძალიან დაბალია ამ ეტაპზე, რა ვთქვათ, ძალიან ხშირად ხო დახურულ სივრცეში და პირიქით უფრო მეტი ტემპერატურის გვიჩნდება სურვილი. ესეც ერთ-ერთი ხელშემწყობია, იმიტომ რომ თუ კი არ ხდება ხშირად მაინც განიავება ოთახის, რა თქმა უნდა, გავრცელების ფონი მით უმეტეს უფრო თავშეყრის ადგილებში, ბევრად უფრო ადვილია, რომ მოხდეს მსგავსი ვირუსული ინფექციების. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს ვასწავლოთ ის ელემენტარული მნიშვნელოვანი დეტალები, განსაკუთრებით საბავშვო ბაღებში, სკოლებში, სემინების დროს, როგორ უნდა მოიქცენ, ანუ აუცილებელია, რომ აიფარონ თქვა ხელების სემინების დროს ის ხელსახოცი, რომელსაც გამოიყენებენ ისინი, ერთჯერადებს გულისხმობ, რა თქმა უნდა, ეგრევე გაუნებელყოფილი იქნეს და თქვა და არ მოხდეს იგივე მაგიდის ზედაპირზე და ასე შემდგომ. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ესეთი პრევენციული ღონისძიებები მნიშვნელოვნად, რა თქმა უნდა, ამცირებს ხელის დაბანა, როგორც სადღაც 20-25%-იც კი თუ კი სისტემატიური ფონით მიმართავთ, შესაძლებელია, რომ ეს იყოს მნიშვნელოვანი შეჩერება, ანუ შემცირება ვირუსის გავრცელების კუთხით. თუმცა აქვე ვიტყოდეთ, რომ სწორედ ბავშვებისთვის და გადავალობათ ამ საკითხზე, რომ ეს ავადობის მომენტი ვირუსული ინფექციებით წლის მანძილზე 6-ჯერაც კი, რა თქმა უნდა, ასაკობრივი წლის მიხედვით, ეს არ არის განსაკუთრებულად სანერვიულო პრობლემა. პირიქით, ბუნებრივია. იმიტომ რომ იბადება რა ბავშვი, ბუნებრივია. ის არის გარემოსთან შეგუების დასაწყისში, ხო? წლების მანძილზე ეგუება და ამიტომაც არის, რომ ემატება წლები, ავადობა, რა თქმა უნდა, მცირდება, მაგრამ ამ შემთხვევაში უმნიშვნელოვანესი ყოველთვის ჩემთვის და კოლეგებისთვის ალბათ ხშირად მოусმენიათ მაყურებელსაც არის ის, რომ მისი გართულება არ მოხდეს ბაქტერიული ფლორით. ანუ რამდენჯერმე გართულებული ვირუსული ინფექცია კიდევ უფრო საყურადღებოა, ვიდრე თქვა წლის განმავლობაში ჩვეულებრივი იმ კლინიკური ნიშნებით მიმდინარე ვირუსული ინფექცია, რომელიც მისთვის დამახასიათებელია. აუცილებლად უნდა გკითხოთ ბუნებრივ მკურნალებზე, რასაც ვეძახით ხოლმე, ხო? რამდენად რეალობაა და რეალურია და არ არის მითი, ხო? ესეც რომ ვთქვათ მაყურებელს. აი ის გარემო, რაც ახლა დედაქალაქში გვაქვს და არა მხოლოდ დედაქალაქში, თითქმის სრულიად საქართველოში, ხო? თოვლი, ყინვა, სუფთა ჰაერი, ეს რამდენად არის ბუნებრივი მკურნალი და დამხმარე სინამდვილეში და ზოგადად საჭიროება და მნიშვნელობა კურორტებზე სიარულის, რომ ბავშვები, ახალგაზრდები დავასვენოთ აუცილებლად სხვადასხვა კურორტზე მთიან რეგიონებში. მოდით ალბათ ბუნებრივად დავიწყოთ, რომ პირველ რიგში, ალბათ პირველი დღე როცა თოვდა ბავშვებს კი რა ჩვენს კი რაღაც გარკვეულ მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის ვთქვათ გასაფრთხილი ყველაზე საყვარელი პერიოდია, ის სილამაზე არ აღიქვა წარმოუდგენელია, ხო? როდესაც თოვს. ბუნებრივი ეს ბავშვებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია და უნდა კონდეთ კიდეც მათ ეს სიხალისე და უბრალოდ მისეთ ყოველთვის სიხარულიანი დღეები და ყოველთვის სიხარულის წუთები, ხო? მათ რა თქმა უნდა ეს არ ნიშნავს, რომ თქვა დაბალი ტემპერატურა
გრძელდება და ბავშვები აუცილებლად სახის პირობებში უნდა იყვნენ. პირიქით, ის ფიზიკური აქტივობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, მათი ემოციური სფერო ამ შემთხვევაში პირიქით რომ ხარისობენ, დადებითია და ეს არის რა თქმა უნდა გეთახმებით, ეს არის ბუნებრივი და ძალიან სასიამოვნო სწორედ. თუმცა ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა გარკვეული რეკომენდაციები ნამდვილად გჭირდება, ხო? მაგალითად თუ კი ჩვენ ასაკობრივად უფრო დაბალი ასაკის ბავშვებზე ვსაუბრობთ, ახლა თუ კი ამ შემთხვევაში ვთქვათ ჩვილი და მსგავს ბავშვებზე შესაბამისად, რა თქმა უნდა ვთქვათ ქარიანამიჯი, სადაც ვედარებით, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია რომ ვთქვათ მოყინული არ იყოს სადარბაზოებთან, ძალიან ბევრი რეკომენდაცია იყოს დაცული, ვთქვათ განსაკუთრებულად დაბალი ტემპერატურის დროს უფრო მოვარიდოთ ბავშვები, თუმცა ამ შემთხვევაშიც რა თქმა უნდა ის რეკომენდაციები რომ ხშირად პანჯერა გავახოთ და ეს ჯანსაღი ჰაერი ბავშვებისთვის განიავებულ ოთახში მოთავსდნენ ხშირად და თუნდაც გავიყვანოთ გავანიავოთ ოთახი ისევ დაბრუნდნენ. მაგრამ ჩვენ თუ კი შემდგომ ასაკზე ვსაუბრობთ, ამ შემთხვევაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის რამდენად მომზადებული ბრიგადიან ისინი, თუნდაც საგუნდაოდ გარეთ დაბალი ტემპერატურის დროს და რატო მნიშვნელოვანია რომ არ მოხდეს ტემპერატურის დაკარგვა და არ მოხდეს მათი თქვათ ისეთი წყალთან ისეთი ურთიერთობა რომ დასოლება მოხდეს ტანსაცმლის და ასე შემდგომ. ამიტომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჩაცმულობა ამ შემთხვევაში ეცვათ სასურველია წყალგაუმტარი გარეთა სამოსი, რომელიც მნიშვნელოვანია და ასევე მნიშვნელოვანია რომ ხელთათმანიც ეცვათ ესეთი, რომ არ მოხდეს თქვათ კიდურების გაცივება. შესაძლებელია შიგნით იყოს თქვათ რომელიმე თბილი ფენა, მაგრამ გარედან სჯობს რომ ეს იყოს წყალგაუმტარი. აუცილებლად ქუდი, რომელიც ფარავს ყურს და მნიშვნელოვანია ასევე რომ ჩაცმულობის კუთხით არ მივაქციოთ ყურადღება რომ თქვათ განსაკუთრებულად თბილი ერთი დიდი ფენის სამოსიაცვია და რომელიც გვეგონება რომ მათ დაიცავს. მნიშვნელოვანია ამ წარმოდგენილი იყვნენ თქვათ რამდენიმე ფენის ტანსაცმლით, მაგრამ ყველა იყოს თქვათ უფრო თხელი. განსაკუთრებულად ეს კიდე იმ შემთხვევაშია გასათვალისწინებელი, როდესაც თქვათ სავარძელში უნდა ჩავსვათ ბავშვი და ტრანსპორტირებით ხდება მისი გადაადგილება, რომ ამ შემთხვევაში შეკვრის პრობლემა არ იყოს თასმების. რაც შეეხება განსაკუთრებულად საყურადღებო და მივაქციოთ ყურადღება, რომ თუ კი ბავშვები დიდი ხნის მანძილზე და გაუგრძელდათ დროით ამ შემთხვევაში თამაში, თქვათ არ მოხდეს დასველება ხელის, კიდურების, მივაქციოთ რომ ფერფთალი არ იყოს სახეზე, განსაკუთრებულად წითელი არ ქონდეთ ის ლამაზი ცხვირი და ლოყები ესე რომ თქვათ და ამ შემთხვევაში ხო, მაგრამ შობს რომ ამ შემთხვევაში მაინც ბუნებრივი არ მოხდეს ეს თქვათ გარკვეული ჯანმრთელობის კუთხით არასასიამოვნო პროცესის წასვლა და ამ შემთხვევაში მხოლოდ ეს დეტალები იყოს დაცული. სხვა მხრივ აზეც გავამახვილოთ კიდევ ყურადღება ქავტანიდან და რას გულისხმობ გაკაჟების თვალსაზრისით როგორ მოიქცეს მშობელი თქვა ჩვილობიდან დაწყებული როგორ შეაჩვიოს ტემპერატურის ცვალებადობას ისე რომ თქვა სითბოშია მოხვედრილი ბავშვი შემდგომ გარეთ როდესაც გავა მისთვის არ იყოს თქვა იგივე სასუნთქი გზების თვალსაზრისით არ იყოს მარტივი თქვა ამ თუ იმ ვირუსის დაჭერა და გაციებას, რასაც ეძახიან და შემცივნება ორგანიზმის, როგორ უნდა გავაკაჟოთ შვილები. სოფო ძალიან მადლობა კიდევ ერთხელ ამ კითხვისთვის. ჩვენ ამ პროცესს არა მარტო ზამთრის კუთხით ვაძლევთ ხოლმე რეკომენდაციას, არამედ დაბადების პერიოდიდან და ყოველთვის ამიტომ ამბობთ, რომ 22 გრადუსზე მეტი და თუნდაც მაქსიმუმ 25-მდე არც არის საჭირო ბავშვს ეძინოს ოთახში. ეს არ არის ამრაგ მნიშვნელობა, რომელი სეზონია და რა პერიოდია, ხო პირიქით. უნდა იყოს დაბალი ტემპერატურა. ეს ერთ-ერთი გარკვეული შეგუების მომენტია, რომ მათი მშვიდი, ძილი ცხოვრების რიტმიც განხორციელდეს. ბუნებრივია ვაჩვევთ შესაბამის, თქვა სხეულის ტემპერატურასთან ახლოს წყალს, რომელსაც ბანაობენ ბავშვები. რა თქმა უნდა, ის რომ ისინი ეხებიან, თუნდაც გრილ, ყინულს და უბრალოდ ამ შემთხვევაში, როგორც ვამბობთ, არ უნდა იყოს თქვა ძალიან დაბალი ტემპერატურა, რომ ამათ ხელი შეუშალოს აქტიური მოძრაობისთვის და ანუ თქვა სხეულის ნებისმიერი კიდური აქტიური მოძრაობისთვის არ იყოს მზად, ამას გულისხმობთ. რა თქმა უნდა, ის რომ თქვა ბუნებასთან ინტეგრირება, თამაში, ფიზიკური აქტივობა, ეს ყველა დეტალი რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია მათი სწორი გაკაჟებისთვის, ხშირი ხელის დაბანა და ასე შემდგომ და ძალიან სასიამოვნოა რომ დღეს კიდევ უფრო ხშირად ხდება ამ საკითხებზე ყურადღების მიქცევა, მოკლედ ესე რომ ვთქვათ და მშობლებისგანაც ხშირად ისმის მსგავსი კითხვები. რაც შეეხება ჩაცმულობას, უფრო დაბალი ასაკის ბავშვებისთვის მაინც უფრო რეკომენდებულია ჩვენზე ერთი ფენით მეტი და ეს არ ზუსტად არ ნიშნავს იმას, რომ ვთქვათ ამ შემთხვევაში ჩვენ ძალიან გავზარდოთ მათი ჩაცმულობის, ანუ ამაზე ვთქვათ თუნდაც ზედა
ქვედა ტანის რაღაც რაოდენობრივი ჩაცმულობა. სწორედ ამიტომ თქვით, დაბალი ასაკის ბავშვებისთვის, როგორც ჩვენ გავდივართ შესაბამისად, მხოლოდ ერთი თხელი ფენით მეტი, ხოლო შემდგომ უკვე ასაკობრივი ჭრილისთვის და რაც უფრო იზრდებიან ბავშვები, ისინი უკვე გადადიან იგივე ჩაცმულობის სტილზე, რომელიც თითოეული ჩვენთაგანისთვის არის მისაღები. რა თქმა უნდა, ტემპერატურის და გარემო ფაქტორებთან შეთანხმების კუთხით. ძალიან დიდი მადლობა ქაბუტონინო მოუძანეთ. მნიშვნელოვან რჩევებს ვიღებ ყოველთვის. საინტერესო საუბრისთვის და რჩევებისთვის. თქვენ კი შეგახსენეთ სტუდიის სტუმარი გახდათ პედიატრი, ნუტრიციოლოგი ქაბუტონინო თოთაძე.